მოგესალმებით. დღეს შაბათია საღამოს 9 საათი და თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ სატელევიზიო სეზონს. ვახოს ანაიას რეპორტაჟი ეგვიპტიდან. კაირო, სამოქალაქო დაპირისპირების ეპიცენტრი. ჩვენი კორესპონდენტის გიორგი თუხარელის პირდაპირი ჩართვა ეგვიპტის დედაქალაქიდან. ერთადერთი გადამღები ჯგუფი საქართველოდან ეგვიპტეში და მუშაობა სიცოცხლის რისკის ფასად. წინადღეებისგან განსხვავებით კაიროში უკვე მუბარაკის მომხრეების აშკარად მომძლავრდნენ, როგორც ისინი აცხადებენ, სამოქალაქო დაპირისპირება აქ უკვე ძალიან რეალურია. ასეულობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი. მილიონიანი მარშის გაგრძელება, რეჟიმის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების სისხლიანი შეტაკება. დამთავრდა თუ არა მუბარაკის 30 წლიანი მმართველობა. ნობელის პრემიის ლაურეატი მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ. რას მიიღებს მსოფლიო და ეგვიპტე მუბარაკის ნაცვლად? ისლამურ ექსტრემიზმს თუ დემოკრატიას? სიღარიბე, უმუშევრობა, კორუფცია და ავტორიტარიზმი. როგორ იწყება რევოლუციები? დომინოს პრინციპი არაბულ სამყაროში. ვახოს ანაიას რეპორტაჟი. ახალი ეგვიპტე. დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება ეგვიპტისკენაა მიმართული. ეგვიპტის აჯანყება ასე უწოდეს იმ სისხლისღვრას, რომელიც ამ ქვეყანაში დატრიალდა. ეგვიპტის დედაქალაქში ბოლო დღეებში უკვე ჟურნალისტებსაც სასტიკად უსწორდებიან. კაიროში დაპირისპირების შუაგულში ჩვენი გადაცემის ჟურნალისტი გიორგი თუხარელი და ოპერატორი გიორგი ლოხიშვილი უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან. ისინი უშუალო თვითმხილველები არიან იმ ტრაგიკული მოვლენების, რომელიც ეგვიპტეში ტრიალებს. გიორგი თუხარელი ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება, რა ხდება ამ წუთებში კაიროში. გიორგი, მოგესალმებით, შენ შეგიძლია უკვე ქართველ მაყურებელს გადმოსცე ის მდგომარეობა და ვითარება, რომელსაც აწყდები კაიროს ქუჩებში. კაიროში დღესდღეობით ისევ იგივე სიტუაცია არის, ქაოტური სიტუაცია, ქალაქი არის ორად გაყოფილი პრეზიდენტის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ქალაქში რამდენიმე სახის დაჯგუფებებიც მოძრაობენ, ჩვენ რაც ვნახეთ, ესენი არიან ერთის მხრივ პრეზიდენტის მომხრეები, მეორეს მხრივ არიან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები და მესამე ჯგუფი არის ერთგვარად ინდიფერენტულად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც უბრალოდ საკუთარ სახლებს იცავენ. ყველა მათგანი არის შეიარაღებული, ყველა მათგანი მზად არის თავისი პოზიცია ესეთი სისხლისმიერი შეტაკებებითაც დაიცვას, რომელიც გასულ დღეებში ფიქსირდებოდა ასე აქტიურად, თუმცა დღესდღეობით ასეთი სისხლიანი შეტაკებები აღარ ფიქსირდება კაიროში. რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას და პრეზიდენტის გადადგომის თვითონ ამის შესახებ მოვლენებს, პრეზიდენტის ბოლო განცხადებები და ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც იმასთან იყო დაკავშირებული, რომ პრეზიდენტი გადადგებოდა, მაგრამ უბრალოდ იგი იმიტომ არ აკეთებს იმიტომ არ დგამს ამ ნაბიჯს, რომ უბრალოდ ეშინია ქაოსის. პრეზიდენტის მომხრეები აცხადებენ, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები არ არიან ეგვიპტელები, მათ უფლება არ აქვთ უბრალოდ ეგვიპტეზე ესეთი პრეტენზია ჰქონდეთ, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფებიც ანალოგიურად ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტის მომხრეები არ არიან კაიროელები, არ არიან ისინი ადგილობრივები და ისინი უბრალოდ ჩამოყვანილი ხალხი არიან, არის ესეთი ერთმანეთის მხრივ ესეთი შეხედულებები. რაც შეეხება თვითონ ამ დროინდელ სიტუაციას, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები აშკარად იძლება იმის საფუძველს, რომ გარკვეულწილად შეხედულება ჩამოყალიბდეს, რომ ეს რევოლუცია წარუმატებლად გიორგი, კიდევ ერთი საკითხის შესახებ მინდა ვისაუბროთ. ჩვენ ვნახეთ ყველამ, როგორ უსწორდებიან ჟურნალისტებს ეგვიპტეში ამ დღეებში. მე მინდა მოუთხრო ჩვენს მაყურებელს, რა ვითარებაში გიწევთ ჟურნალისტებს მუშაობა. რაც შეეხება ჟურნალისტების მიმართ კვლავ არის შეზღუდვები დაწესებული ამ ქალაქში. ოფიციალურად ასეთი განცხადება არ კეთდება, თუმცა ვერავინ ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ ჟურნალისტი, რომელიც მოძრაობს ქალაქში, იქნება უსაფრთხოდ. არის ძალიან ბევრი შემთხვევა ჟურნალისტების ცემის, დევნის, კამერის დამტვრევის
ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ რამდენიმე ისეთ შემთხვევა გქონდა, რამაც გვაიძულა, რომ გადაღებების უდიდესი ნაწილი მობილური ტელეფონით გვეწარმოებინა. მაგალითისთვის ერთხელ თბილისში მასალის გადმოსაგორებლად, გადმოსაგზავნად როცა მივდიოდით, ჩვენ გზაში შევხვდნენ შეიარაღებული ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ მოითხოვეს გაგვიმართა მათთვის, ვინ ვიყავით, რა წარმოადგენდით, რატომ ვიყავით იმ დროს იქ. იმ დროს ჩვენ თან გქონოდა კამერა, ვიდეო კამერა, ჩვენ სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა. ქალაქში გადაადგილება აბსოლუტურად არის ძალიან დიდ რისკებთან დაკავშირებული, მით უმეტეს კამერით გადაადგილება. რაც შეეხება ქართველებს, რომლებიც ჩვენ აქ ვნახეთ, იყო რამდენიმე მოსაზრება, რომ თქვათ ვრცელებოდა ესეთი საინფორმაციო საშუალებებით ისეთი ინფორმაცია, რომ მათ ერთგვარად შეიძლება საფრთხე დაემუქროთ, იმიტომ რომ აქ არის ესეთი არაერთგვაროვანი სიტუაცია, მაგრამ ჩვენ რაც ვნახეთ, გეტყვით რომ ქართველები, რომლებიც სტუდენტები კაიროში არიან აბსოლუტურად უსაფრთხოდ. ისინი არიან უსაფრთხო რაიონებში, უსაფრთხო ადგილთან. მათ დიდ დახმარებას უწევს საქართველოს საელჩო კაიროში. საელჩოში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გვერდზე ახლომდებარე შენობაში დაგვიქირაებინა ბინა და შევთავაზებთ ქართულ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ კაიროში, გადმოსულიყვნენ. რაც ჩვენი აზრით არის მათთვის უსაფრთხო. პრინციპში საქართველოს საელჩო ჯერჯერობით არაპირებს ევაკუაციას. ვართ პირდაპირ ხაზზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ასე თქვა ჩვენი ყველა ნაბიჯი კოორდინირებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. სრულიად უსაფრთხოდ ვიმყოფებით. მას შემდეგ რაც დაიძაბა ქალაქში მდგომარეობა, ჩვენმა საელჩომ შემოგთავაზა უფრო უსაფრთხო ადგილას გადმოსვლა, ჩვენთვის იქირავეს ბინა. მას შემდეგ საერთოდ ვერ გვგრძნობთ თუ რაიმე საფრთხე ხდება ქალაქში, ვართ ძალიან მშვიდად. გიორგი, მადლობა. ჩვენ კიდევ ერთხელ დაგიკავშირდებით უკვე გადაცემის დასასრულისკენ და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდი თუ რა ხდება ეგვიპტეში. ახლა კი გთავაზობთ გიორგი თუხარელის მიერ მოწოდებულ ვიდეო მასალას, რომელიც ასახავს კაიროს ქუჩებში მიმდინარე დაპირისპირებას. ნაომარი კაირო, ეს ექსკლუზიური კადრები რამდენიმე საათის წინ თარულად გადავიღეთ. ჩვენ საქართველოდან პირველები ვიყავით, რომლებიც ეგვიპტეში ჩავედით და მასალის მოპოვება შევძელით. როგორც ნახეთ, ქალაქში დღეს არის ტოტალური შემოწმებები მანქანებზე. ჩვენ მანქანიდან გადმოსვლას ვერ ვახერხებთ. რა თქმა უნდა, კამერასაც შესაბამისად ვერ და მობილურით ვიღებთ ამ ყველაფერს. კაიროს ქუჩებში ჟურნალისტებზე ნადირობა გრძელდება. მოკლულია ადგილობრივი პრესის ერთი კორესპონდენტი. გაჭრილია ბელგიელი ჟურნალისტი. ყველაზე დიდი დარტყმა უცხოელ ჟურნალისტებზე მოდის. კამერის გამოჩენა როგორც აქციის მონაწილეებში, ასევე სამართალდამცველებში დიდ აგრესიას იწვევს. ექსტრემალურ ვითარებაში ჩვენ აქ ვიდეო კამერით შემოსვლა არის შეუძლებელი, ჩვენ საბუთები უნდა წარვადგინოთ, რომ შევასწიოთ შიგნით. ეს არის ადგილები, სადაც აქცია იმართება ყოველ საღამოს და სადაც ყოველ დღე და ყოველ საღამოს არის სისხლიანი შეტაკებები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავუყაროთ, რომ ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ამისთვის ყველანაირ საშუალებას ვიყენებთ. დღეს თავდასხმა მოხდა ვიცე-პრეზიდენტზე დაზვერვის ყოფილ-შეფ ომარ სულეიმანზე. სულეიმანი გადარჩა და იღუპა დაცვის ორი წევრი. ომარ სულეიმანი ის ფიგურაა, რომელიც პრეზიდენტის ძალისხმევითა და დასავლეთის სურვილითაც გააქტიურდა. სწორედ მან უნდა დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი. მუბარაკი დროებით ჩრდილში გადადის. მაგრამ მანამდე მუბარაკის მხარდამჭერი შეიარაღებული ჯგუფები ხალხს სასტიკად უსწორდება. მედია და კომუნიკაციები კი მაქსიმალურად იზღუდება. კაიროში უკვე მუბარაკის მომხრეებიც აშკარად მომძლავრდნენ, როგორც ისინი აცხადებენ, სამოქალაქო დაპირისპირება აქ უკვე ძალიან რეალურია. ეს არის ერთ-ერთი ბარიკადის გადანი, რომელიც დღეს კაიროში ძალიან ბევრია. აქ მოძრაობა არის შეძლებული, გარკვეული საფრთხის სანაცვლოდ უშვებენ შიგნით.
ყავს. და რა თქმა უნდა კამერის გარეშე. სწორედ ესეთი ბარიკადებითაა დღეს კაირო გადაჭედილი და სწორედ აი ამ ადგილებში ხდება ის შეხლა შემოხლა, რაც ყოველ საღამოს ფიქსირდება ეგვიპტის დედაქალაქში. მოგზავნით. შემოვლითი გზებით გვიწევს მოძრაობა, რადგან მაინც უსაფრთხოებისთვის ასეა საჭირო. კამერის გარეშე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ჟურნალისტებს კვლავ საფრთხე მოვა. ეგვიპტე ყველაფერთან ერთად ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას. არეულობის შედეგად ყოველდღიურად 310 მილიონ დოლარს კარგავს. ქვეყანაში ბანკები და საფონდო ბირჟა დაიხურა. დემონსტრაციები ტურისტული სეზონის პიკს დაემთხვა. მსოფლიოს ტურისტულმა სააგენტოებმა ეგვიპტის მიმართულება დახურეს. 300-ზე მეტი დაღუპული და 5000 დაჭრილი. მსხვერპლი დიდია, მაგრამ 12 დღიანმა დემონსტრაციებმა მიზანს ჯერჯერობით ვერ მიაღწია. მუბარაკი არ გადადგა. ოპოზიცია და მომიტინგეები მომდევნო კვირას ახალი ტალღისთვის ემზადებიან. აშკარაა, რომ მუბარაკის პოლიტიკური პირამიდა ინგრევა. დღეს ეგვიპტეში შემდეგი პოლიტიკური ვითარებაა. პირველი ფაქტორი: 82 წლის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი, რომელიც ჯერჯერობით ინარჩუნებს თანამდებობას, მაგრამ მისი შეცვლა მთელ მსოფლიოს გარდაუვალ ფაქტად მიაჩნია. ეს მხოლოდ გარკვეული დროის საქმეა. მეორე ფაქტორი: იქნება თუ არა მემკვიდრე მუბარაკის შვილი, როგორც ამას მანამდე ვარაუდობდნენ. ეს ამ ეტაპზე ნაკლებად სარწმუნოა ან თითქმის გამორიცხულია. მით უფრო რომ მუბარაკის ვაჟმა ქვეყანა უკვე დატოვა და ლონდონში გაიქცა. მესამე ფაქტორი: წინა პლანზე წამოიწია დაზვერვის უფროსის ფიგურამ. მუბარაკი დათმობაზე წავიდა და უმარ სულეიმანი 1991 წლის შემდეგ ვაკანტურად დარჩენილ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დანიშნა. სულეიმანზე ცნობები გამოაქვეყნა სკანდალურმა ვიკილიქსმა, რომლის მიხედვით ის ჭიდროდაა დაკავშირებული შეერთებული შტატების დაზვერვასთან და ამერიკაში ტრენინგებიც გაიარა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ დასავლეთმა სულეიმანის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. მეოთხე ფაქტორი: არსებობს ოპოზიცია. მუბარაკის სერიოზული ოპონენტი სამშობლოში დაბრუნებული მაგათეს ყოფილი ხელმძღვანელი ნობელის პრემიის ლაურეატი ელ ბარადეია. ის შესაძლოა კომპრომისული ფიგურა აღმოჩნდეს. მეხუთე ფაქტორი: ოპოზიციურ ფლანგზე მნიშვნელოვანი ძალაა მუსლიმთა საძმო, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა ისრაელსა და დასავლეთის ლიდერ სახელმწიფოებს ყველაზე მეტად აშინებს. არადა მუსლიმთა საძმოს მისამართით აშკარა პოზიტიური განცხადებებით გამოვიდა ელ ბარადეი, რაც ბევრისთვის მოულოდნელობა იყო. მეექვსე ფაქტორი: ეგვიპტეში ყველაზე გავლენიანი ძალა არმიაა, რომელიც ჯერჯერობით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. გადამწყვეტი იქნება სწორედ გენერალიტეტის ქმედება ან უმოქმედობა, ანუ ვის დაუჭერს ის მხარს. მეშვიდე და ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი: ძირეულ და არაკოსმეტიკურ ცვლილებას ითხოვს ხალხი. მილიონობით ადამიანი, რომელიც რეჟიმის მთლიანად მოშორების და ახალი ცხოვრების დაწყების იმედით გამოვიდა ქუჩაში. შემდეგი ფაქტორი: საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის სექტემბერშია დანიშნული. მუბარაკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ შემოდგომაზე კენჭისყრას არ აპირებს, მაგრამ ვინ მიიყვანს ქვეყანას მომავალ არჩევნებამდე? მუბარაკი, კომპრომისული გარდამავალი მთავრობა თუ რადიკალური ექსტრემისტული ძალები? ამას პასუხი სავარაუდოდ ამ დღეებში გაეცემა. ეგვიპტის მომავალი და საკითხი, ვინ მოვა ამ ქვეყნის მმართველობაში, ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით წყდება. ეგვიპტე ტურისტულად განვითარებულია, მაგრამ მაინც ღარიბი სახელმწიფოა. ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა შიმშილობს. 20% საერთოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ყველაზე მეტი ღარიბი კი დედაქალაქში ცხოვრობს. ეგვიპტეში ყვავის კორუფცია, მოსახლეობა მუდმივი ტერორის ქვეშაა. უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. ჰოსნი მუბარაკი ეგვიპტის ხელისუფლებაში 30 წლის წინ მოვიდა. როგორ აღმოჩნდა ქვეყანა ამ სისხლის ზღვრაში და რა უძღოდა დღევანდელ მოვლენებს წინ? ჩვენი რეპორტაჟის მომდევნო ნაწილი. რითი არსებობს ეგვიპტე? ქვეყნის მთავარი შემოსავლები. პირველი, სუეცის არხიდან მიღებული საბაჟო გადასახადები. მეორე ადგილზეა ნავთობის მოპოვება. ეგვიპტეს ასევე ბუნებრივი აირის საბადოებიც გააჩნია. და მესამე, ტურიზმი. ეგვიპტეს ყოველწლიურად 5 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ბოლო 30 წლის განმავლობაში სტაბილური ქვეყანა გახდა, დიდი ყევები არ მომხდარა. ეს და იგივე მართლობა იყო, მაგრამ სამაგიეროდ ფაქტობრივად სტაგნაციაში შევიდა, არაფერი წინ არ მიდის
რაღაცა უზარმაზარი რესურსები ჩაყარეს ტურიზმში, მაგრამ მაინდა-მაინც დიდი წარმატება ამას არ მოყვა. და ქალაქში როგორც ცხოვრობდნენ ღარიბად, სოფელშიც როგორც ცხოვრობდნენ ღარიბად, ისე დარჩა მოსახლეობა ღარიბი. შრომის უნარიანი მოსახლეობის 30% სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. უმუშევრობა მთავარი პრობლემაა. სიღარიბის ზღვარცქვემოთ ცხოვრობს მოსახლეობის 20%. სიღატაკე, დაუცველობა, საბაზისო მომსახურების არარსებობა, ტოტალური კორუფცია და პოლიტიკური რეპრესიები ეგვიპტური ყოფის მახასიათებლებია. უმთავრესი, რამაც ყველაზე მეტად გაამწარა ხალხი ეს იყო დემოკრატიული განვითარების არარსებობა, უფრო სწორედ პირდაპირ ვიტყოდი, რომ ეს იყო სტაგნაცია, ეს იყო უძრაობა, იმიტომ რომ 30 წლიანი მმართველობის პერიოდში ფაქტობრივად უძრაობის ხანა დამკვიდრდა, როდესაც არანაირი პერსპექტივა სხვა ძალებისათვის არ არსებობდა და თუ გადავხედავთ ბოლო არჩევნების შედეგებს, როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე 90% აიღო მუბარაკის მხარდამჭერებმა, ფაქტობრივად ხდებოდა ერთი პიროვნების მიერ და მისი გუნდის მიერ მთელი ხელისუფლების უზურპაცია. მუბარაკი ათეულობით წლები დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების მოკავშირედ მიიჩნეოდა. მაგრამ ეგვიპტეში ადამიანის უფლებები და დემოკრატია უხეშად ირღვევა. ანტიდემოკრატიულ მმართველობას როგორც კი დაემატა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, მუბარაკმა მასობრივი პროტესტი, მილიონიანი დემონსტრაციები მიიღო. პროტესტანტები უკეთესი ეგვიპტისთვის იბრძვიან. მათ მიაჩნიათ, რომ ამაზე უარესი ქვეყანა შეუძლებელია არსებობდეს. მაგრამ დასავლეთის გავლენიანი კომენტატორები ამბობენ, რომ ვიდრე რეგიონი, განსაკუთრებით კი არაბული სამყარო ისეთად რჩება, როგორიც დღეს არის, სავარაუდო დასასრული შესაძლოა უარესი მმართველობის მოსვლა. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და გავლენიანი ქვეყნის ხელში ჩაგდებას დიდი ხანია რადიკალი ისლამისტები ცდილობენ. ეგვიპტელებს კითხეს, თუ ვის მიანიჭებდნენ უპირატესობას, ისლამისტებს თუ მოდერნიზატორებს. 59%-მა პირველს დაუჭირა მხარი და მეორეს მხოლოდ 27%-მა. ამავდროულად დაახლოებით 82%-ს მიაჩნია, რომ ცოლქმრული ღალატისთვის ადამიანის ქვებით ჩაქოლვაა საჭირო, ხოლო 77%-ის აზრით ქურდებს ხელები უნდა მოკვეთო და ბოლოს 84% მოღალატეების სიკვდილით დასჯის მომხრეა. არის გააჩნია რას ვეძახით ისლამისტს. აი თუ არის მიმდევარი თავისი რელიგიის, ხო? ისიც ისლამისტია და ექსტრემალური მიმდევარის ისლამისტია. ეხლა მე მგონი ექსტრემი მაინც არც არავისაც არ მოწონს, იმიტომ რომ არავის არ უნდა დაულაგებელი ცხოვრება და ბომბების ფეთქება და ისე რა ქვიან, ტყუების კაკანი. მით უმეტეს საშუალო ფენას. მაგრამ საშუალო ფენას არ უნდა ვიღაცა ჩაერიოს მაგათ როგორ გითხრათ, აი ტრადიციულ ცხოვრებაში. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ითქვას, რომ 2011 წელს ეგვიპტის ახალმა თაობამ ახლო აღმოსავლეთში შიშის კედელი გაანგრია. ეგვიპტეში ახალი ეპოქა იწყება. ახლა კი იმის შესახებ, თუ რას წერს მსოფლიოს გავლენიანი პრესა და რას წერენ ანალიტიკოსები არაბულ სამყაროში, კერძოდ ეგვიპტეში მიმდინარე პროცესებზე. ტაიმი არის თუ არა არაბული სამყარო მზად დემოკრატიისთვის. დიდი ხანია რაც წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც შორეულ ქვეყნებში რთულ პოლიტიკურ ტალღებს ამერიკის პრეზიდენტების განცხადებები აკონტროლებდა. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მამაცმა დემონსტრანტებმა ტუნისსა და ეგვიპტეში, ან კიდევ სადმე საკუთარი დიქტატორების პერმანენტულ დამხობაში წარმატებასაც რომ მიაღწიონ, უფრო ხანგრძლივ თავისუფლებასთან დაკავშირებით მათ პერსპექტივას არაფერი აქვს საერთო ვაშინგტონის სიტყვიერ მხარდაჭერასთან. თუკი ჩვენმა გამოცდილებამ ერაყსა და ავღანეთში რამე მაინც გვასწავლა, ეს არის ის, რომ მხოლოდ ტირანის დამხობა სტაბილური დემოკრატიის შექმნისთვის საკმარისი არ არის. როდესაც საქმე რეგიონში გრძელვადიან პოლიტიკურ გარდაქმნებს ეხება, რეალური კითხვა, რასაც ეს ეგრეთ წოდებული არაბული ქუჩა აჩენს, არის არა ის თუ რა სასწაულის მოხდენა შეუძლია ამერიკას იმისთვის, რომ ჩვენთვის კარგი დასასრული უზრუნველყოს, არამედ ის არის თუ არა მზად არაბული სამყარო დემოკრატიისთვის. კიდევ ერთი სტატია ამ თემასთან დაკავშირებით. თუ კი ხალხი დიქტატორის დამხობა შეძლებს, ეს სულაც არ ნიშნავს რევოლუციის განხორციელებას. ტუნისში ბენ-ალის რეჟიმის კოლაფსი და ეგვიპტეში დღეს მიმდინარე არეულობა 2 ათწლეულის წინ აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარ დემოკრატიულ რევოლუციებს და ბოლო ათწლეულში რამდენიმე ისეთი ავტორიტარული რეჟიმის დამხობას მოგვაგონებს, როგორებიც იყო სერბეთში მილოშევიჩისა და ყირგიზეთში აკაევის რეჟიმები. მაგრამ ხალხის ძალაუფლება ყოველთვის წარმატებული არ არის. იმ შემთხვევაში, როდესაც ხალხი დიქტატორის დამხობას ახერხებს, ამით რევოლუცია არ მიიღწევა. ხშირად ერთ ავტორიტარ მმართველს მეორე ცვლის. Foreign policy თუ კი მუბარაკის რეჟიმი შეირყა, რატომ არაფერი ემართება ევრაზიულ ტირანიებს? ახლო აღმოსავლეთ
აღმოსავლეთში არეულობის დაწყების შემდეგ ობამას ადმინისტრაციამ რეგიონული ავტოკრატები გააფრთხილა, რომ მომავალში მათ საკუთარი ამომრჩევლების აზრის გათვალისწინება მოუწევთ. თუმცა თუ კი ტუნისის, ეგვიპტის, იემენისა და შესაძლოა ალჟირის მოვლენებს ერთმანეთს პირისპირ დაუკავშირებთ, გაურკვეველი რჩება, რატომ არ ეშინიათ მსგავსი სახალხო აჯანყებების ევრაზიის ისეთი ქვეყნების დიქტატორებს, როგორებიც არიან ბელორუსი, თურქმენეთი და უზბეკეთი. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ქვეყნებს ფაქტობრივად ერთი და იგივე ადამიანები მართავენ, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში საკუთარ მოქალაქეებს დასცინიან, აყალბებენ არჩევნებს, აპატიმრებენ პოლიტიკურ ოპონენტებს და მოსახლეობის უმრავლესობას სიღატაკეში ამყოფებენ. მაშინ, როდესაც ძალიან მცირე რიცხოვანი ელიტა ფუფუნებით ტკბება. ამავდროულად ახლაც იმის ოდნავი შანსიც კი არ მოჩანს, რომ ამ მმართველებს საკუთარი ხალხები დაამხობენ. ახლა კი მოგიყვებით იმის შესახებ, თუ ვინ არის ჰოსნი მუბარაკი, ადამიანი, რომელიც 30 წელია ეგვიპტეს ერთპიროვნულად მართავს. ის ხელისუფლებაში 1991 წელს მოვიდა და ყველაზე საშიშ დიქტატორთა სიაში მოხვდა. როგორ იწყებოდა მისი კარიერული აღმასვლა. მუბარაკმა განათლება საბჭოთა კავშირში მიიღო. ბრწყინვალედ ფლობს რუსულ ენას. 30 წლიანი მმართველობის ქრონიკა. ჩვენი რეპორტაჟის გაგრძელება. Ათი სანტიმეტრი ეს ის მანძილია, რომელიც ჰოსნი მუბარაკს 1991 წელს სამხედრო აღლუმის დროს სიკვდილისგან აშორებდა. მაშინ ვიცე-პრეზიდენტი მუბარაკი დაიჭრა. სიკვდილს ვერ გადაურჩა პრეზიდენტის სადათი. ტერაქტი ისლამისტებმა მოაწყვეს. და მაშინ მის გვერდით ტრიბუნაზე სწორედ ჰოსნი მუბარაკი იჭრა. და იმ კვლელმა ოფიცერმა სახიბმა მაშინ მას მიაძახა ასე რომ შენ არ გვინდი ხარ, შენ მშვიდად იყავი, ჩვენ ფარაონი გვჭირდება. ტერაქტიდან ერთ კვირაში მუბარაკი ეგვიპტის პრეზიდენტი გახდა და ქვეყანას 30 წელია მართავს. მისი ძალაუფლება სერიოზულად 2011 წლამდე არ შერყეულა. მუბარაკს რომ თქვათ რეფორმები დაეწყო, მას მოუწევდა სწორედ იმ კორუმპირებულ სისტემის, ესე თქვათ, გადაწყობა, მისი დემონტაჟი, რომელიც მისივე დასაყრდენს წარმოადგენდა. მუჰამედ ჰოსნი საიდ მუბარაკი 1928 წელს ეგვიპტის პატარა სოფელში იუსტიციის ინსპექტორის ოჯახში დაიბადა. განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. ეს კადრები 1959 წელსაა გადაღებული. ეგვიპტურ შავ-თეთრ მხატვრულ ფილმში მომავალი პრეზიდენტი საჰაერო ძალების გენერლის როლს ასრულებს. ავიაციისადმი მისწრაფება კინოკარიერას გასცდა. 1959 წელს მუბარაკი საბჭოთა კავშირში, ყირგიზეთში ბობ-დამშენის საპილოტო კურსებზე გაგზავნეს. 1964-65 წლებში სწავლობდა მოსკოვში ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში. საბჭოთა კავშირში მუბარაკმა ხანგრძლივი დრო გაატარა, სადაც საპილოტო კვალიფიკაცია აიმაღლა და რუსული ენა საფუძვლიანად შეისწავლა. 1975 წელს მუბარაკი სადათის მთავრობაში ვიცე-პრეზიდენტი ხდება. გაპრეზიდენტების შემდეგ კი თავისი წინამორბედის პოლიტიკა გააგრძელა და უდიდესი გავლენა მოიპოვა ახლო აღმოსავლეთში. მუბარაკის მმართველობის დროს ეგვიპტე დააბრუნეს არაბთა ლიგაში, საიდანაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების გამო გარიცხული იყო. მუბარაკმა მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა როგორც ისრაელთან, ასევე პალესტინასთან, შეერთებულ შტატებსა და მის მოწინააღმდეგე სახელმწიფოებთან. 80-იან წლებში ეგვიპტესა და საბჭოთა კავშირის შორის განახლდა ურთიერთობები. გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა. მუბარაკმა მჭიდრო კავშირი დაამყარა დღევანდელ პუტინის რუსეთთანაც. 80-იანი წლების დასაწყისის ეგვიპტე იყო ძალიან რთული, არასტაბილური ქვეყანა. სოციალურადაც, ეკონომიკურად, პოზიციურადაც სხვა შორის, იმიტომ რომ იმ დროს უკვე კარგავდა და კარგა ფაქტიურად ეგვიპტემ თავისი ადგილი საერთო არაბულ სამყაროში. და ეს ყველაფერი გადაილახა მუბარაკის დროს. მუბარაკის ეპოქაში ეგვიპტე შეერთებული შტატების სტრატეგიულ მოკავშირედ იქცა. ამერიკული დახმარების რაოდენობით კი ეგვიპტე ისრაელის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს და ყოველწლიურად სულ მცირე $1 მილიარდ იღებს. შეერთებული შტატები ეხმარება ეგვიპტეს სამხედრო პოტენციალის განვითარებაშიც. ჰოსნი მუბარაკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2008 წელს ბარაკ ობამას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
2009 წელს კი ბარაკ ობამა ახლო აღმოსავლური ტურნეს ფარგლებში ეგვიპტეს ესტუმრა. დიპლომატიური წარმატებების მიუხედავად მუბარაკის 30 წლიანი ეპოქა რთული საშინაო და საგარეო პოლიტიკით ხასიათდება. მუბარაკი წინამორბედ სადათის მსგავსად დაუპირისპირდა რადიკალ მუსლიმებს სასწავლო დაწესებულებებში დღემდე აკრძალულია ჩადრების ტარება. კონსტიტუციით იკრძალება რელიგიური პარტიები, რაც პირდაპირ დარტყმაა ოპოზიციურ ორგანიზაცია მუსლიმთა საძმოზე. პასუხმაც არ დააყოვნა. რადიკალებმა ეგვიპტის პრეზიდენტი ისლამის მოღალატედ გამოაცხადეს. ირანის პოლიციის უფროსმა კი მუბარაკის მოკლის შემთხვევაში $1,000,000 ჯილდო დააწესა. ეგვიპტის პრეზიდენტის წინააღმდეგ 6 ტერაქტი მოეწყო. აქედან ერთხელ დანით სერიოზული ჭრილობები მიაყენეს. მუბარაკის წინააღმდეგ რადიკალ მუსლიმანთა აგრესია განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ეგვიპტის პრეზიდენტმა ერთ დროს მისი მეგობრის სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ერაყში დაწყებულ ამერიკულ სამხედრო კამპანიას მხარი დაუჭირა. წლების მანძილზე ხელისუფლება ცდილობდა როგორმე ასე ვთქვათ ჩაეხშო ეს ძმები მუსლიმების მოძრაობა, ამისთვის სხვადასხვა ხერხები იყო გამოყენებული. მათ შორის ყველაზე რადიკალურებს აპატიმრებდნენ. ისლამისტებთან დაპირისპირებისა და დასავლეთთან კარგი ურთიერთობის მიუხედავად, მუბარაკი დემოკრატიული მმართველობისგან შორს დგას. უფრო მეტიც, ის მსოფლიოს ყველაზე საშიშ დიქტატორთა სიაში შედის და ეგვიპტე ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოდ მიიჩნევა. 80 მილიონიან ქვეყანაში 16 მილიონი სიღარიბის ზღვარცხვევით ცხოვრობს. ეგვიპტე ჩაფლულია ვალებში და ბიუჯეტის დეფიციტი მილიარდებს აღწევს. ამასობაში ამერიკული ტელევიზია ABC News-ი სენსაციური ინფორმაციას ავრცელებს. პრეზიდენტ მუბარაკისა და მისი ოჯახის ქონება $60 მილიარდ აღემატება. ეგვიპტეში არეულობის დაწყებისთანავე პრეზიდენტის ოჯახმა თავი დიდ ბრიტანეთში აფარა. მუბარაკმა ოჯახი უკვე გახიზნა ლონდონში და უკვე თვით დემონსტრანტებისათვისაც კი ცნობილია ეს ალ-ჯაზირამ გადასცა, რომ 78 თუ 79 დიდი ჩემოდანით წაიღეს თქვათ ოჯახის წევრებმა, თავიანთი ტანსაცმელი თუ ქონება ლონდონში. რასაკვირველია, ესეც თქვათ მუბარაკის დარჩენას ხელს არ უწყობს. ესე იგი, მისი თვითმფრინავი გამზადებული უკვე დგას აეროპორტში და ყველაფერი დამოკიდებულია ეხლა თეთრ სახლზე, ვაშინგტონზე, პირადად ობამაზე. მუბარაკის რეჟიმმა რეპრესიები გაატარა ოპონენტების წინააღმდეგ. სწორედ მის რეჟიმს უკავშირდება ადამიანების წამება, გაქრობა, განსხვავებული აზრის დევნა, პოლიტიკური პატიმრების სიმრავლე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვა. ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ინფორმაციით მუბარაკის მთავრობამ ასობით პოლიტიკოსი დააპატიმრა, დააშინა ოპოზიციონერი კანდიდატები. მუბარაკს ეკუთვნის სიტყვები: მე მემსახურები ეგვიპტეს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. მე მხოლოდ ეგვიპტის მიწაზე მოვკლები. და ვინ არის ადამიანი, რომელიც ეგვიპტის დიქტატორს დაუპირისპირდა? მოჰამედ ელ-ბარადეი დაიბადა და გაიზარდა კაიროში. დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1964 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მსახურობდა გაერთიანებული ერების ეგვიპტის მუდმივ მისიაში. 1984 წლიდან იწყება მისი კარიერა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში. 2001-2009 წლებში სააგენტოს ხელმძღვანელად 3 ჯერ აირჩიეს. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში თავის საბოლოო გამოსვლისას ელ-ბარადეიმ განაცხადა, რომ ირანმა არ შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოსა და სააგენტოს არც ერთი მოწოდება. იგი ემხრობოდა ამერიკის ახალ ინიციატივას ირანთან დიალოგი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაწყებულიყო და ფიქრობდა, რომ ამერიკის ეს ჟესტი ნდობას გააჩენდა ორი ქვეყნის ურთიერთობაში. ამავე დროს გაზეთ შპიგელს განუცხადა, რომ არ სჯერა და გადამეტებულად მიაშნია ირანის ბირთვულ პროგრამაზე საუბარი. აქ კი მან კონდოლიზა რაისის კრიტიკა დაიმსახურა. ელ-ბარადეი მიიჩნევს, რომ არაბი ხალხის თვალში ბირთვული გავრცელებლობის რეჟიმმა დაკარგა ლეგიტიმურობა და აღიქმება როგორც ორმაგი სტანდარტი ისრაელის ბირთვული იარაღის პროგრამის არსებობის გამო. დასავლეთის თვალში მას ზომიერი ლიდერის რეპუტაცია აქვს და საერთაშორისო რანგის დიპლომატად მიიჩნევენ. 2005 წლის 7 ოქტომბერს ელ-ბარადეი წარადგინეს ნობელის პრემიის ლაურეატად მშვიდობის დარგში. ელ-ბარადეი როგორც ეგვიპტის პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატი პირველად 2009 წელს დაასახელეს, მაგრამ მას თავად პრეზიდენტობის სურვილი მკაფიოდ ჯერ არ გამოუთქვამს. ეს იგი მუბარაკის უალტერნატივო ოპონენტია.
როდესაც ვლაპარაკობთ ეგვიპტის შიდა პოლიტიკაზე, აუცილებელია ვიცოდეთ, რას წარმოადგენს ორგანიზაცია მუსლიმთა საძმო. ეგვიპტე, რომელიც არაბულ ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და გავლენიანი ქვეყანაა, რომლის ხელში ჩაგდებასაც ისლამისტები ცდილობდნენ. აიმან ალ-ზავაჰირი, ეგვიპტელი ფიზიკოსი და უსამა ბენ ლადენის პირველი მოადგილე, ეგვიპტური ისლამური ჯიჰადის იმ ტერორისტული დაჯგუფების ყოფილი ხელმძღვანელია, რომელიც ეგვიპტეში შარიათის კანონების შემოღებას ითხოვდა. არსებული ინფორმაციით, მუბარაქის დამხობა მან ალ-ქაიდას ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია. იმის მიუხედავად, რომ მუსლიმთა საძმო იმავე მოძრაობის ნაწილი, რომელსაც ისლამური ჯიჰადი წარმოადგენს, გამოცხადებულია კანონგარეშე და იდევნება, ის ეგვიპტეში იმ ერთადერთ ოპოზიციად რჩება, რომელიც ორგანიზებულია, დისციპლინირებულია და მზადაა ძალაუფლების ხელში ასაღებად. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მუბარაქმა ისლამისტური გადატრიალებისადმი შიში 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში დარჩენისთვის გამოიყენა. მაგრამ ის ფაქტი, რომ მუბარაქმა გამოიყენა ისლამისტური საფრთხე საკუთარი მიზნებისთვის, არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე არ არსებობს. სინამდვილეში მუსლიმთა საძმო ძალიან ოსტატურად ჩაერთო დღევანდელ კრიზისში. მხარდაჭერა აღუთქვა რა მუჰამედ ელ-ბარადეის გასულ კვირას. ელ-ბარადეიმ განაცხადა: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მუსლიმთა საძმოს დემონიზაცია, თუ კი ჩვენ გვსურს დემოკრატია და თავისუფლება. ისინი მარგინალიზაციის ნაცვლად ჩვენ სისტემაში უნდა ჩავთოთ. დომინოს პრინციპი არაბულ სამყაროში. ახლა რუკაზე გაჩვენებთ, რა ხდება ეგვიპტის გარშემო და კაიროში მიმდინარე მოვლენებს შევხედოთ მთელი რეგიონის მასშტაბით. თუ როგორ გადაუარა ტალღამ არაბულ სამყაროს. დიდი არაბული ბუნტი. ეგვიპტის არეულობამდე 3 კვირით ადრე რევოლუცია მოხდა ტუნისში. სოციალურ ფონზე უმუშევრობის მაღალი დონისა და საკვების ფასის ზრდის გამო დაწყებული დემონსტრაცია პრეზიდენტის გაქცევით დამთავრდა. იმავე მიზეზით სახალხო მღელვარება დაიწყო ალჟირშიც, მაგრამ საქმე რევოლუციამდე არ მივიდა. მსგავსი პროცესებია სირიასა და ლიბიაში. ცოტა უფრო ადრე იანვრის დასაწყისში ხელისუფლების ცვლილება დაიწყო იემენში. პრეზიდენტი იქიდანაც გაიქცა, მაგრამ რევოლუცია ჯერ არ დასრულებულა. იორდანიაში არეულობის შედეგად მონარქი იძულებული გახდა მთავრობა სრული შემადგენლობით პრემიერ-მინისტრიანად შეეცვალა. ყველა ამ ქვეყანაში ხალხს ერთი და იგივე ლოზუნგი აქვს: ცვლილებების დროა. შთააგონა თუ არა ტუნისის მღელვარებამ არაბულ სამყაროს. დიქტატორული რეჟიმების დემონტაჟის ტალღა უკვე აგორდა. ეგვიპტეში მიმდინარე ცვლილებები ყველაზე მეტად ისრაელს აშინებს. ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რა მოხდება მის მეზობლად. ისრაელს განადგურებით ემუქრება არაბული სამყარო. ისლამური ირანის მიზანს ისრაელის რუკიდან წაშლა წარმოადგენს. თუ ეგვიპტეში რადიკალ ისლამისტები, იგივე მუსლიმთა საძმო მოვიდა, ისრაელი ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. ერთი მხრივ ირანი, მეორე მხრივ მასთან დაპირისპირებული 80 მილიონიანი ეგვიპტე. აქვს თუ არა ეგვიპტეს დიდი შანსი, რომ წავიდეს რაღაც ფუნდამენტური ისლამური მიმართულებით. ჩემი აზრით ეს გადამეტებულია ასეთი შეფასება, იმიტომ რომ ეგვიპტეს რომ ქონდეს რაიმე წყარო ცხოვრების, რომელიც ავტომატურად არსებობს და არაფერი დიდი სამუშაო არ ჭირდება, მაგალითად ეს შეიძლება შევადაროთ არაბულ ქვეყნებს და ირანს, რომელსაც სერიოზული წყარო აქვს ასეთი ნავთობის და გაზის სახით. მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვინც ხელისუფლებაში მოვა, ამ წყაროს გამოიყენებს და ამ წყაროს საშუალებით მოახდენს უფრო სერიოზულ პროცესებს ისლამიზაციისკენ. ასეთი წყარო ეგვიპტეს არ გააჩნია. გავრცელდა საიდუმლო ინფორმაცია, რომ ისრაელის მმართველი პირები ობამას ადმინისტრაციას თხოვენ დაეხმარონ მუბარაქს ხელისუფლების შენარჩუნებაში. ობამა ტელეფონით დაუკავშირდა ჰოსნი მუბარაქს. ამერიკის პრეზიდენტი ეგვიპტის ლიდერს 9 საათი არწმუნებდა, რომ ქვეყანა სამართლიანი არჩევნებისთვის უნდა მოამზადოს, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი. მე ველაპარაკებ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს. ის აცნობიერებს, რომ სტატუს-კვო მყიფეა და ცვლილებები გარდაუვალია, განაცხადა ობამამ. ისრაელს ოდნავ ამშვიდებს ომარ სულეიმანის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. თელ-ავივში მას კარგად იცნობენ და გარკვეულ ნდობას იწვევს. ისრაელი მზადაა დათანხმდეს ეგვიპტის ხელისუფლებაში გენერალიტეტის მოსვლას, რადგან გენერლები დასავლეთთან კარგი ურთიერთობის, ისრაელთან კი მშვიდობის შენარჩუნების მომხრე არიან. თუ დასავლეთი
მეტნაკლებად მაინც ფრთხილად უდგება ამ საკითხს და იძახის რომ მუბარაკი უნდა გადადგეს. ისრაელი ცალსახად საუბრობს იმაზე რომ ხარი უნდა დაუჭირონ მუბარაკს. საქმე ისაა რომ ისრაელი უპირველეს ყოვლისა აღმოჩნდება უპირველესად გრძნობს იმ საფრთხეს, რა საფრთხე შეიძლება მოვიდეს რადიკალური ძალების გამარჯვების შემთხვევაში. და ჯერჯერობით სიტუაცია ისეთნაირია რომ პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ ფაქტია რომ რადიკალური ესტრემისტული ძალები ნელ-ნელა ჩდებიან პოლიტიკურ არენაზე უფრო და უფრო წინ მოიწევენ. სამშვიდობო შეთანხმება ეგვიპტესა და ისრაელს შორის მოქმედებს 1979 წლიდან. მაშინ ამ შეთანხმებით 30 წლიან ომს ორ ქვეყანას შორის წერტილი დაესვა. ეგვიპტის გზას 1994 წელს იორდანიამაც მიბაძა. ისრაელის ხელისუფლებას ამ შემთხვევაში ძალიან ეშინია ეგვიპტის ირანიზაციის უფრო ვიდრე ეგვიპტის ლიბანიზაციის. თუ ეგვიპტეში ხელისუფლებაში მოვა ისეთი ძალები, რომლებიც არიან დაკავშირებული ძმები მუსლიმების ასოციაციასთან, ან პირდაპირ ძმები მუსლიმები, ეგვიპტის საგარეო პოლიტიკა ისევ როგორც საშინაო ძალიან შეიცვლება. 2005 წელს ათობით ათასი ლიბანელი გამოვიდა ქუჩაში ეგრეთ წოდებული კედარის რევოლუციის დროს. ისინი მოითხოვდნენ თავისუფლებას, დემოკრატიასა და სირიელების გასახლებას. ახლა ქვეყანას ჰეზბოლა აკონტროლებს. 2006 წელს პალესტინელებმა, რომელსაც კორუფციის დამარცხება და ცვლილებები სურდათ, ჰამასი აირჩიეს. ქალები და მამაკაცები ეგვიპტის ქუჩებში შთაგონებული არიან ტუნისის მაგალითით და უკეთესი ცხოვრების იმედით. მაგრამ მუსლიმთა საძმო ამ მომენტს 10 წლეულების განმავლობაში ელოდა. უფრო პესიმისტური სცენარებია, თქვათ, ძმები მუსულმანების და ჰამასი მოგეხსენებათ, ჰამასის ეგვიპტური ფრთა არსებობს და ისინი ძმები მუსულმანებთან ალიანსში არიან, აი მათი მოსვლა დიდი უპირატესობით ხელისუფლებაში, ან მათ მიერ ხელისუფლების აღება, რაც რა თქმა უნდა გაამწვავებს ეგვიპტის ურთიერთობას როგორც დასავლეთთან და პირველ რიგში რა თქმა უნდა ისრაელთან და თვითონ რეგიონში აი ესეთი მყიფე უსაფრთხოებას უკვე ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. არსებობს უამრავი თეორია იმის შესახებ, თუ რატომ ჩამორჩებიან არაბული ქვეყნები მსოფლიოს სხვა რეგიონებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაში. ზოგიერთი კოლონიალიზმის მემკვიდრეობას ადანაშაულებს, სხვები რესურსებით სიმდიდრესა და მისით გამოწვეულ პრობლემებს და ზოგიც თავად ისლამს. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ იმ ქვეყნების განვითარება, სადაც წამყვანი რელიგია ისლამია, მისი ეკონომიკური შეზღუდვები უფრო აფერხებს, ვიდრე მისი კულტურული კონსერვატიზმი ან იზოლაციონიზმი. ეგვიპტის წინამძღოლში მაგალითად დემოკრატიზება არა მარტო ეგვიპტისში ნიშნავს თავისუფლების მოქმედებების თავისუფლების მიცემას ყველასათვის. მათ შორის ისეთი გარკვეული ძალებისთვის, რომლებიც ყოველთვის არ არიან დადებითი ძალები. ერთ სიტყვით აღმოსავლეთი. არაბულ სამყაროში უდიდესი გავლენა აქვს ტელეკომპანია ალ-ჯაზირას. ამ არხმა დაანგრია ინფორმაციის გაცვლაზე სახელმწიფო კონტროლი. მისი სათავო ოფისი ყატარში მდებარეობს. ზოგიერთები იმასაც ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ეგვიპტესა და ტუნისში სერიოზულ პროგრესს მიაღწია და ამაში ალ-ჯაზირას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ეგვიპტეში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე მსოფლიოში ნავთობის ფასი იზრდება. ევრონიუსის ინფორმაციით, ლონდონში ნავთობის ფასმა $100 მიაღწია, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასია. ნიუ-იორკის ბირჟაზე კი ნავთობის ფასმა ბარელზე $92 შეადგინა. ევროპაში ნავთობის ტრანსპორტირება ეგვიპტის ტერიტორიაზე არსებული სუეცის არხის საშუალებით ხდება. როგორც ნავთობით მოვაჭრეები ამბობენ, თუ კი სუეცის არხთან შემაფერხებელი გარემოებები შეიქმნება, ეს კატასტროფას გამოიწვევს. არაბულ სამყაროში დაწყებული საპროტესტო ტალღა უკვე გასცდა აფრიკისა და აზიის კონტინენტს. მუსლიმურ ევროპულ ალბანეთში სისხლიანი შეტაკებები გრძელდება. არის მსხვერპლი. ანტისამთავრობო გამოსვლებია თურქეთშიც. ანკარაში მასობრივი დემონსტრაცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის აღებას სცადეს, რაც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. რომელი ქვეყანა გაუძლებს გამოწვევებს და გაგრძელდება თუ არა რევოლუციური ტალღა. ამის პროგნოზირება დღეს შეუძლებელია. არაბულ სამყაროში უკმაყოფილებას გამოხატავენ როგორც ისლამისტები, ასევე დემოკრატიის მომხრე ძალები. საერთოდ კაცობრიობის ისტორია რომ ავიღო ძველი რომიდან, აი პონტი პილატიდან მოყოლებული არა, იქიდან როგორც კი
ამ რეგიონში იწყებოდა რაღაც კატაკლიზმები, არა, რომის იმპერიაში ციებცხელება იწყებოდა პოლიტიკური ესე. მას შემდეგ ყოველთვის ახლო აღმოსავლეთი იყო აი ესეთი კატალიზატორი ძველი ძვრებისა, თქვა თუგნებავთ ევროპაშიც ესე იგი აქა. და აი დღესაც ესე იგი ევროპა უაღრესად ჭიდროთ არის დაკავშირებული ამ რეგიონთან. პირველი შედეგი ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გუშინ უარი თქვა გეგმაზე საკუთარი მმართველობა კიდევ 10 წლით გაეხანგრძლივებინა და განაცხადა. ვადის გახანგრძლივება პოლიტიკოსთა მომავალი თაობებისთვის არასწორ ნორმებს დაამკვიდრებს. როდემდე გაგრძელდება ეგვიპტის არეულობის ტალღა? გამომშვიდობების დღე რა იქნება ხვალ დემოკრატიული ეგვიპტე თუ სიძულვილის სახელმწიფო? და გადაცემის დასასრულს ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ბოლო ინფორმაცია თუ რა ხდება ამ წუთებში ეგვიპტეში, კაიროს ქუჩებში. გიორგი თუხარელი ჩვენი ჟურნალისტი, რომელიც ჩაგვერთო გადაცემის დასაწყისში, ახლა კიდევ ერთხელ ჩაგვერთვება და მოგვიყვება ბოლო ინფორმაციას ეგვიპტიდან. გიორგი, შენ პირდაპირ ეთერში ხარ, რა ხდება ამ წუთებში კაიროში? პირველი რაც შემიძლია ახლა ამ დროისთვის თქვა ის რომ წინა ჩართვისგან განსხვავებით ახლა უფრო ვითარება არის კიდევ უფრო სტაბილურობისკენ მიმართული მსოფლიო ელოდება დღესდღეობით ეგვიპტის ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას თუმცა ფიქსირდება სხვადასხვა ინციდენტები მაგალითად გასადენი აფეთქდა თუმცა დაზუსტებით ჯერ არ შეგვიძლია ვთქვა რა ადგილას მოხდა ეს ასევე შეგვიძლია ვთქვა ის რომ შარმელ-შეიხში იკეტება საკურორტო ზონა 2 კვირის ვადით ანუ ერთგვარად ეგვიპტე კვლავ რჩება დაძაბულობის ეპიცენტრად. შემიძლია ასეთი რაღაც ვთქვა კიდევ დამატებით რომ გუშინ ერთხელ შეხვდა ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტი მოსახლეობას. დღეს კიდევ ვრცელდება ინფორმაცია რომ ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტი კვლავ განაახლებს ურთიერთობას და შეხვედრებს საპროტესტო მოძრაობის ლიდერებთან, რათა ერთგვარად მოხდეს სტაბილიზაცია ამ სიტუაციის. ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები აცხადებენ რომ ისინი დათმობას არ აპირებენ, რომ ისინი ყველანაირად განაგრძობენ ბრძოლას, რათა მუბარაკი პრეზიდენტი მოქმედი დღევანდელი ეგვიპტის გადადგეს, ასევე მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ისინი ყველანაირად ეცდებიან ხელი შეუშალონ ეგვიპტეში არეულობას. ვახოსანა ეს რეპორტაჟის კორესპონდენტი გიორგი თუხარელი, ანუ მე და ჩემი ოპერატორი გია ლოხიშვილი კიდევ ვრჩებით ეგვიპტეში და ვეცდებით ამ მოვლენებს ბოლომდე მივადევნოთ თვალყურით და ბოლომდე ვეცადოთ ავწეროთ ის ვითარება, რაც ეგვიპტეში სუფერს დღეს. ეს იყო გიორგი თუხარელი ეგვიპტიდან, რომელმაც მოგვაწოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ბოლო ინფორმაცია. დღევანდელი გადაცემა კი ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს პირველ არხზე, რა თქმა უნდა, საღამოს 9 საათზე. ნახვამდის.